განათლების სამინისტროში მოსვლის შემდეგ დიმიტრი შაშკინმა ურთიერთობა პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან მუქარით დაიწყო. მირჩევნია რომ სკოლის დირექტორი იყოს ამაზე პასუხისმგებელი. მაგრამ აკადემიკოსის სწავლებს თვითონ სამწიფეს ხალხს. დანაპირები მან მალე აასრულა. დაიწყო ტერორი დირექტორებზე, პედაგოგებზე, მოწაფეებზე და მათ მშობლებზე. მასობრივი სახე მიიღო სკოლის დირექტორების გათავისუფლებამ. დაზარალებული დირექტორები შეიკრიბნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს. პირველი სკოლის დირექტორი ლელა წიქარიშვილი ამბობს, რომ განათლების მინისტრის მოადგილის აკაკი სეფერთელაძის განცხადებამ გააოცა. ჩათვალეთ როგორც ნეპოტიზმი ჩემი მხრიდან, ან როგორც გნებავთ, მაგრამ სკოლის ორი თანამშრომელი, კალბატონი მაია აფხაიძე და კალბატონი ირინა დვალი, სკოლაში თავს კარგად უნდა გრძნობდნენ. ძალიან უხერხულად ვიგრძელით თავი მის ნაცვლად. მოგვიანებით ქალბატონ ლელას აკაკი სეფერთელაძემ თანამდებობის დატოვება მოთხოვა, თუმცა სამეურვეო საბჭომ უარი განაცხადა ქალბატონი ლელას სკოლიდან დათხოვნაზე. მე დავურეკე ბატონ სეფერთელაძეს და გადავეცი ის თხოვნა, რომელსაც აყენებდნენ სამეურვეო საბჭოს წევრები. სეფერთელაძის დამოკიდე რეაქცია იყო სულად შეუფერებელი მისი რანგისთვის და საერთოდ ნორმალური ადამიანისთვის. ის ყვიროდა ტელეფონში, იმუქრებოდა, თქვენ ნახავთ რაც მოგივათ. ეს საბჭო არის თქვენს დროს არჩეული და როგორ არ შეგიძლიათ რომ მათ გააკეთებინოთ ის, რაც თქვენ გსურთ. ქალბატონმა ლელამ მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან ასაცილებლად აიძულა სამეურვეო საბჭო ხელი მოეწერათ მის გათავისუფლებაზე. თუმცა გათავისუფლების ოქმზე სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა შემდეგი ჩანაწერი გააკეთა. ბატონმა რომანმა გააკეთა ასეთი ჩანაწერი ამ ოქმში, მე ეს ოქმი დამოწმებული ხელთ მაქვს, 37-იანი წლების მეთოდით მიღებულ შედეგს არ ვეთანხმები და ასე მოაწერა ხელი. დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში საჯარო სკოლებში კუდის თანამშრომლები დადიოდნენ და პედაგოგებზე ინფორმაციის შეგროვებას ითხოვდნენ. ამას ლელა წიქარიშვილიც ადასტურებს. როცა მე მას ვკითხე, რომ რაში უნდა სახელმწიფოს ამ ტიპის ინფორმაცია. რაში უნდა იმის ცოდნა, ვინ კითხულობს გაზეთს, დაუშვათ ვინ კითხულობს ასალოდასალოს, ვინ კითხულობს კომუნისტთან სხვა ტიპის გაზეთს. რატომ მივედით აქამდე და რატომ აქვთ მათ საერთოდ ეს დავალებები? და მითხრა, რომ ამ ხალხს ეყოლებათ მშობლები, დები, ძმები, მეუღლეები, შვილები და მერე იქნება შესაძლებელი ამ ხალხზე მუშაობა და გასვლა. 2011 წელს მე-12 კლასელთათვის გამოცდების მოულოდნელად დანიშნას საპროტესტო აქცია მოყვა. ამას მომენტალურად გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და ქუჩაში გამოსულ ბავშვებს ოროსნები უწოდა. ვაი იმ მშობლებს და ვაი იმ პარტიებს, ვინ თავის შვილებს ეუბნებიან, წადით ეხლა და შაშკინს წარმოიდგინეთ, რომ შაშკინიდან სუსტი ნერვები აქვთ. ოროსნების რევოლუცია, ოროსნებს მოგაწყობიათ რევოლუცია საქართველოში. რა ეყობა ეხლა შაშკინს სუსტი ნერვების და სუსტინების ყოფის ადამიანის. 173 საჯარო სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი სწორედ ამ აქციის მერე დაიბარეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში. ალბათ იყო 10 საათი დაწყებული, როდესაც დამირეკეს და თხოვეს, რომ სასწრაფოდ მისულიყავი განათლების სამინისტროში, გენერალურ ინსპექციაში, ანუ შიდა აუდიტის დეპარტამენტში. მოხდა ჩვენი გაჩხრეკვა. ყველანაირი პირადი ნივთი ჩამოგვარდეს, მათ შორის სხეულზე შეხებაც გქონდა ადგილი, რომ ხომ არაფერი ქონდა ესეთი, რითაც ალბათ ჩანაწერი გაკეთებულიყო და მოსმენა ყოფილიყო. და ესეთი აბსოლუტურად განძარცული, ერთადერთი მხოლოდ 60-იღა გვეცვა, ესეთ მდგომარეობაში შევედი განათლების სამინისტროში. როგორც ქალბატონი მზია ამბობს, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა მასგან უცხადა, რომ ვინაიდან მისი სკოლის მოწაფეები აქციაზე იყვნენ, მან განცხადება უნდა დაწეროს და სკოლა დატოვოს. სკოლაში მოავლინეს ახალი დირექტორი, თავად ბატონი მინისტრის ბრძანებით დაინიშნა ქალბატონი თინათი ნასიძე. წარსული ასეთი ქონდა ამ ქალბატონს, ის იყო ყოფილი ბადრაგი, შემდგომ საპატრულო პოლიციაში მუშაობდა. ბოლო პერიოდი იყო 117 საჯარო სკოლის მანდატური და დააწინაურეს და დანიშნეს ამ სკოლის დირექტორად. აქტიურად დაიწყო პრობლემები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან. დამოკიდებულება იცით როგორ იყო მოსწავლესა და დირექტორს შორის, როგორც პატიმარსა და ბადრაგს შორის.
ახალმა დირექტორმა ქალბატონი მზია პედაგოგობიდანაც გაათავისუფლა, რასაც სკოლაში საპროტესტო გამოსვლები მოყვა. სიტუაციის კონტროლზე ასაყვანად სკოლაში თავად დიმიტრი შაშკინი მივიდა, რომელსაც მოსწავლეების შეძახილებით შეხვდნენ. ჩვენ ინტერესს არავინ არ აქვს. ეს არის სკოლა. 58 საჯარო სკოლის დირექტორის დავით ფაღავას გათავისუფლების მიზეზიც მოსწავლეთა პროტესტი გახდა. მოგესალმებით, როცა დაინიშნა პირველი გამოცდა 8+4, ანუ 8 გამოცდა სკოლაში და 4 ეროვნული გამოცდების. ზუსტად მოსწავლეებმა, არა ჩემი სკოლის, არამედ რამოდენიმე სკოლის და ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლეებმა სოციალური ქსელით ერთმანეთთან დაკავშირდნენ. მოსწავლეები მოილაპარაკეს მეორე დღით გასვლა, შეკრება პარლამენტის შენობის წინ და შეხვდნენ, შეიკრიბნენ და მათ გამოხატეს თავისი აზრი. ეს იყო სკოლის გაკვეთილების შემდგომ. თუმცა რომ ყოფილიყო სკოლის პერიოდში ის არის მოსწავლე მომავალი თაობა, რომელსაც თავისუფალ ქვეყანაში ეგონა რომ ცხოვრობდა და მას ჰქონდა სიტყვის თავისუფლება და გამოვიდა თავისი სიტყვა თქვა. განათლების სამინისტროს გენინსპექციაში ჩხრეკას და დაკითხვებს ვერც დავით ფაღავა გადაურჩა. 3 დღის განმავლობაში გვატარეს გენინსპექციაში დაკითხვები ოთახიდან ოთახში, ჩხრეკით ყველაფრით აბსოლუტურად და ბოლოს გაგვიმხილეს რომ ჩვენ არა ვართ ის დირექტორები. მე პირადად ესე მითხრეს რომ თქვენ ხართ ის დირექტორი, რომელიც არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. დავით ფაღავა იხსენებს, რომ კონფლიქტი დირექტორებთან დიმიტრი შაშკინის მოსვლისთანავე დაიწყო. გამინისტრება დაიწყო იმით, რომ პირველივე საუბარი იყო, რომ არც ერთი დირექტორი არ დარჩებოდა ყოფილი დირექტორი. მათ უნდათ ახალი სისხლის გადასხმა სკოლებში, შეექმნათ ახალი ფორმის სკოლა, რომელიც ახალ ადამიანს ჩამოაყალიბებდა საქართველოში. 26, 37, 108 და 154 სკოლების დირექტორებთან განათლების სამინისტროდან ერთი შინაარსის წერილი ერთსა და იმავე დღეს მივიდა. წერილში ეწერა, რომ მინისტრის ბრძანებით სამეურვეო საბჭოებმა ეს დირექტორები 24 საათის განმავლობაში დაკავებული თანამდებობიდან უნდა დაითხოვოს. მიზეზად გამოცდებზე მოწაფეთა ჩაჭრა დასახელდა. თუმცა ქალბატონ მანანა კიკაჩეიშვილის თქმით, ქალბატონი მაია მიმინოშვილი სატელევიზიო გამოსვლითაც მაშინ ადასტურებდა, რომ ეს იყო პირველი საპილოტე გამოცდები და ამას სადამსჯელო ღონისძიებები არ უნდა მოყოლოდა. ყველა სკოლის სამეურვეო საბჭომ უარი განაცხადა მინისტრის ბრძანების შესრულებაზე, რათა თვლიდნენ, რომ საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ სკოლის დირექტორების გასათავისუფლებლად. სწორედ ამის მერე დაიწყო დირექტორებზე მუქარადა ზეწოლა. იყო ღამე რეკვები, ჩემთან პირადად, ეს უმჯობესია შენთვის რომ ასე გააკეთო, სამეურვეო საბჭო მაინც დაიშლება, იცით? ჩემთან პირადად რეკავდა რესურს ცენტრის უფროსი თამარ ზილაკავა. 37 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიძე 25 წელია დირექტორად მუშაობს. მასაც დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რათა სამეურვეო საბჭო მის გათავისუფლებაში დაერწმუნებინა. ისე რომ არ ვიცი რა თამაში იყო ეს, რა გაითამაშა ნაციონალურ მოძრაობამ, მე ჩემს დანაშაულად მეგობრებო და ალბათ თქვენც ასევე ვთვლი იმას, რომ არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი და ნეიტრალური პიროვნება ვიყავ, უპარტიოები ვიყავით ჩვენ და ახლაც ვთვლი და მიმაჩნია, რომ სკოლა და სკოლის დირექტორი მithumetes აპოლიტიკური უნდა იყოს. 154 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო ქალბატონმა მანანამ თავად დაარწმუნა, რომ მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან ასაცილებლად უმჯობესი იქნებოდა მისი თხოვნა გათავისუფლების შესახებ დაეკმაყოფილებინათ. ქალბატონი მანანა მუქარებსაც იხსენებს და ამბობს, რომ რესურს ცენტრის უფროსი, მაშინ ქალბატონი მედია სამსონია გახდა და რესურს ცენტრის უფროსმა მითხრა, რომ ნუ გაამწორეთ, ძალიან გთხოვა, იმიტომ რომ მაინც ეს შედეგი დადგება, უარესი იქნება, ინერვიულებთ მარტო, შეიძლება გაცილებით მეტი შეურაცხყოფა მიიღოთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა დიმიტრი შაშკინის ცნობილ ბრძანებამდე, 154 საჯარო სკოლის ახალი დირექტორი უკვე შერჩეული იყო. სკოლის დირექტორი ახლა გახლავთ ადამიანი, რომელსაც არსად არ უმუშავია არასდროს, რომელიც ფაქტიურად დასვეს, ეხლა ის იყო ნაციონალური მოძრაობის რაიონის აქტივისტი. 193 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე აცხადებს, რომ მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო სკოლაში გენინსპექციის შემოსვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საბჭოს მუშაობის მესამე დღეს ჩემთან მოვიდა თვითმმართველობის წარმომადგენელი საბჭოში. მოვიდა და მიცხადებს ესეთ რამეს, საბჭოს მუშაობის მესამე დღეს, რომ თქვენ განცხადება უნდა გააკეთოთ გადადგომის თაობაზე. მე ეს ყველაფერი გამგეობაში მითხრეს და გამგეობამ დამაბარაო.
მაშინ კარგით ვეუბნები, აიღეთ ტელეფონი, დაურეკეთ გამგებელს, დამირეკოს თავად, მითხრას ეს, რასაც თქვენ მეუბნებით და მე დავწერ განცხადებას განთავისუფლების თაობაზე თქო. ქალბატონი წავიდა, გადარეკა და მოbrunდა უკან და მითხრა, იცით რა ქალბატონ თამარ, თქვენ წახვალთ თუ არ წახვალთ, თქვენ მინისტრი მაინც მოგხსნით. მიუხედავად მინისტრის წერილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩარევისა, 183 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ თამარ ჭარბაძეს მაინც არ შეუწყვიტა უფლებამოსილება. ამის გამო საბჭო ჩემი განთავისუფლებიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ დაითხოვეს. ქალბატონი ლია სამადაშვილი 127 საჯარო სკოლის არჩეული დირექტორი გახლდათ. იგი ამბობს, რომ სკოლაში, სადაც სამდღიანი გენინსპექცია შედიოდა, ეს ავტომატურად ნიშნავდა დირექტორის გათავისუფლებას. თავიდან გააქტიურდა ჩემთან მანდატურთა სამსახური, რომ ვერაფერი აღმოაჩინა, შემდეგ დამიწერა საჩივარი, რომ არ თანამშრომლობს მანდატურთა სამსახურთანო და ამის გამო გამომიძახეს გენინსპექციაში. ერთი თვეც არ იყო გასული, შემოვიდა გენინსპექციას უკვე სამდღიანი ვიზიტით, სამეურვეო საბჭოს ოქროში წერტილი და მძიმე გაგვისწორეს და აი ასეთი უმნიშვნელო დეტალები თორე შეგიძლიათ გაეცნოთ. ამის მერე მოდის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ამ დავსკვნის საფუძველზე სამეურვეო საბჭომ განიხილოს ჩემი განთავისუფლების საკითხი. სამეურვეო საბჭომ უარი განაცხადა მინისტრის ბრძანების დაკმაყოფილებაზე, რასაც ლია სამადაშვილის მიმართ მუქარა მოყვა. მოდიოდა მესიჯები მერე საკრებულოდან, ჩვენ მუნიციპალიტეტიდან, რომ ჯობია შენ თვითონ დაწერო განცხადება, ხო ხედავ რა სიტუაცია ხდება, მერე შენ მე ბიზნესიც მაქვს, რაღაცა ჩემ ოჯახს ეს ყველაფერი შენზე ცუდად აისახება, რა საკეთებ და უცებ გავხდით ცუდად, უცებ ვაიძულეთ სამეურვეო საბჭო, რომ დაეკმაყოფილებინათ ჩემი განცხადება. იყო ასეთი პიროვნება საკრებულოს წევრი ზურა რაფავა, რომლის დაახლოებულ პირს ლოლიტა ზარქოს უნდოდა ჩემი ადგილი. და დღეს ვინ არის დირექტორი? ზუსტად ის ლოლიტა ზარქო. დირექტორების შეკრებაზე მარნეულის მეორე სკოლის დირექტორი ლია თუშური სკოლებში დღეს შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რეალობა და ქმედითი ნაბიჯები გადადგას. სახელმწიფო არ არის ხალხო ვალდებული პირადად ჩვენს დასაქმებაზე იზრუნოს, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია იმაზე იფიქროს, ვინ ზრდის ბავშვს. აი ვინ დაიკავა ამ ხალხის ადგილი, ესენი არიან სასჯელ აღსრულების სისტემიდან მოსული ბადრაგები, სოდისა და კუდის მაღალჩინოსანთა ოჯახის წევრები. ჩვენ იმას კი არ ვთხოვთ სამინისტროს, რომ ჩვენ დაგვასაქმონ. აი ეს კადრი, აი ეს ნაცმოძრაობის კოორდინატორები, რომელსაც სხვათა შორის არაოფიციალური და გადაუმოწმებელი ინფორმაციით დღეს დავალება აქვთ მიღებული, რომ იბრძოლონ თვითეული პოზიციისათვის. და სკოლამ არ უნდა იგრძნოს, მასწავლებელმა არ უნდა იგრძნოს, რომ ეს კლანჭი მოეშვა. მან თავისუფლება არ უნდა იგრძნოს, იმიტომ რომ წინ კიდევ დიდი ბატალიებია და ისინი ამ ბატალიებისთვის ემზადებიან. სამწუხაროდ აი ჩვენ გვინდა რომ ეს სამინისტრომ გაიგოს და სამინისტროს ხურამდე ეს მივიდეს, რომ კი ბატონო ძალიან დირექტორები შიშობენ, რომ კომისია, რომელმაც მათი საკითხი უნდა შეისწავლოს, ისევ ძველი გენინსპექციის თანამშრომლებით იქნება დაკომპლექტებული. თუმცა ჩვენთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ იგი თავად იქნება ამ კომისიის თავმჯდომარე და კომისია ძველი კადრებით არ იქნება დაკომპლექტებული. ამ სტრუქტურის წარმომადგენლები კომისიაში ცალსახად არ იქნებიან და შესწავლას და დასკვნების და რეკომენდაციის წარმოდგენის ფუნქცია ექნება სამუშაო ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში შეისწავლის საკითხებს. ხოლო შემდეგ აი კომისიაში შემავალი პიროვნებები იმსჯელებენ და ღიად გამჭვირვალობით ყველა მხარის მონაწილეობით შეიმუშავენ თავიანთ რეკომენდაციებს. რამე თუ ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანო, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დობის ხარისხის ამაღლებისათვის იმსჯელებს ყველა საკითხს. ჩვენ დღეს ვაფორმებთ ხელშეკრულებას მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გადამზადდა დისტრიბუტორებთან ერთად სახელმწიფოებისა
მოაწყობს სასკოლო ბაზრობებს, სადაც ნებისმიერ სურვილს, ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც თავის შვილი ყავს სკოლაში, შეიძინოს სახელმძღვანელო იმ ფიქსირებულ ფასად, რომელიც იქნება ეგ დაწესებული და არანაირი სპეკულაციური ფასად და არანაირი გადამყიდველებთან მას არ ექნება ურთიერთობა. ამას გადამზიდავები თავზე იღებენ და ჩვენ მხოლოდ ამ პროცესს შევუწყობთ ხელს. ეს განცხადება განათლების ყოფილი მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მიმდინარე წლის 24 ივლისს გააკეთა. სწორედ ამ მემორანდუმით დაუკანონა განათლების სამინისტრომ ხელისუფლების ფავორიტ კომპანია 24 საათი პრინტს მონოპოლიური მდგომარეობა სახელმძღვანელოების ბაზარზე. 24 საათი პრინტი ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი გამოცემის გაზეთ 24 საათის ბაზაზე 2012 წლის 20 თებერვალს დაფუძნდა და რამდენიმე თვეში სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება მიიღო. მემორანდუმი მიზნად ისახავს 24 საათი პრინტის და სამინისტროს ერთობლივ მუშაობას, რომელიც ითვალისწინებს მსურველთათვის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების მიწოდებას. 24 საათი პრინტის საქმიანობა დადებითად წაადგება სამინისტროს 2012-2013 სასწავლო წლის ინიციატივის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების შეუფერხებლად მიწოდების განხორციელებაში. 24 საათი პრინტის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, ვინც უკვე წლებია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ გაზეთს 24 საათს გამოსცემენ. ირაკლი ლეჟავას, მამუკა ფაჩუაშვილს და პაატა ვეშაპიძეს შეპესე 24 საათი პრინტში თანაბარი წილები აქვთ. ეს ბიზნეს ჯგუფი ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერით ყოველთვის სარგებლობდა. გაზეთი 24 საათი ხშირად ხდებოდა სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერების გამარჯვებული. სახელმძღვანელოების ბიზნესში გაზეთ 24 საათის გამომცემლები 2 წლის წინ გამოჩნდნენ. როდესაც გამომცემლობებს იმდროინდელმა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირდაპირი მითითება მისცა, რომ წიგნები მხოლოდ 24 საათის სტამბაში უნდა დაებეჭდათ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა განათლების სამინისტროში და მათ გითხრეს, რომ ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას გამომცემლობებს, რომ დაბეჭდოთ თქვენ ეს სახელმძღვანელოები 24 საათის სტამბებში. ცხოვრება მაჩვენა, რომ რეკომენდაცია რო ქვია და გეუბნება ამას სამინისტროს წარმომადგენელი, ეს ჩემთვის რეკომენდაცია კი არ არის, ეს იყო ჩემთვის შესაძლებელი. გამომცემლობა დიოგენეს დირექტორი თამარ ლებანიძე ამბობს, რომ 24 საათის სტამბის მომსახურება გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე თუნდაც თურქეთში მაღალი ხარისხის სტამბის მომსახურების საფასური იყო. გადავამოწმეთ ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს რეგულარულ პარტნიორებთან იმავე წიგნების ბეჭდვის საკითხი და ფასი, რომელიც 2 წიგნის შემთხვევაში მივიღეთ ჩვენი თურქი პარტნიორებისგან 20,000 ამერიკული დოლარით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ის ფასი, რომელსაც გვთავაზობდა 24 საათი. ეს იყო სასტარტო განსხვავება, როგორც წესი, ჩვენი პარტნიორები უფრო უკეთეს პირობებსაც კი გვთავაზობენ ხოლმე მოლაპარაკების პროცესში, აუმჯობესებენ ჩვენთვის სასარგებლოდ ამ პირობებს. გამომცემლობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 24 საათმა ბეჭდვის ფასის გაზრდის პარალელურად ხარისხის საგრძნობლად დააგდო. არსებობს ფურცლოვანი ბეჭდვა, არსებობს ფასიური ბეჭდვა. რამდენადაც მე შევატყვე, ეს სახელმწიფოები დაბეჭდილია როტაციული ბეჭდვით. როტაციული ბეჭდვა უფრო დაბალი ხარისხია შედარებით ფურცლოვანზე, მაგრამ ეს იმდენად დაბალი არ არის, რომ მიუღებელი იყოს. მაგრამ ამით იგებს სისწრაფეში იგებს სახელმწიფო სწრაფადი ბეჭდება როტაციული ბეჭდვის დროს და ამდენად იაფიც არის როტაციული ბეჭდვის შემთხვევაში. დიმიტრი შაშკინის განათლების ministrად დანიშნვის შემდეგ გამომცემლობებს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდათ. ერთი სასკოლო სახელმძღვანელოს განხილვა 2011 წელს 500 ლარი გახდა, 2012 წელს კი 1600. საინტერესოა, რომ სამინისტროში შაშკინის მისვლამდე ეს პროცედურა უფასო იყო. წელს გამომცემლობა დიოგენემ გადაიხადა 59200 ლარი, თითო წიგნის განხილვა 1600 ლარი იყო და შარშან 500 ლარი. სახელმძღვანელოების ბეჭდვის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვამ შესაბამისი შედეგი გამოიწვია. გაიზარდა ფასი და შემცირდა ხარისხი. თუმცა განათლების სამინისტროს და მასთან გარიგებული ბიზნეს ჯგუფის მადა ამითაც არ დაკმაყოფილდა და 24 საათი პრინტს სახელმძღვანელოების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებაც დაუკანონეს. სანამ განათლების სამინისტრო 24 საათი პრინტს მემორანდუმს გაუფორმებდა, სასკოლო წიგნები თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა. სასკოლო წიგნები წელს არ მქონია. მიზეზი იყო მიმართე გამომცემლობებს დიოგენეს ინტელექტს. მათ მითხრეს პასუხი გამცეს, რომ წელს სასკოლო წიგნები გაიყიდება მხოლოდ სკოლებში
და არა მაღაზიებში. ეს ჩვენი მაღაზია არის ტრადიციული წიგნის მაღაზია, სადაც ყოველწელს იყიდებოდა წიგნებით გარკვეული ფასის შენარჩუნებით, რაც საზღირებულება იყო. გამომცემლობების წარმომადგენლები იხსენებენ, რომ დიმიტრი შაშკინმა ყველას გარკვევით აუხსნა. 2012 წლის სასკოლო წიგნები მხოლოდ 24 საათისთვის უნდა მიეცათ. სასკოლო წიგნების დისტრიბუციის თვალსაზრისით სიტუაცია მონოპოლიზებული იყო მთლიანად. იმ ჩვენს რეგულარულ პარტნიორებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობდით და მათი მეშვეობით ვრცელდებოდა მთელ საქართველოში ჩვენი წიგნები, მათ მოუწიათ ასეთი არჩევანის გაკეთება. ან უნდა ყოფილიყვნენ 24 საათის მიერ აწყობილი სისტემის ნაწილი, მათ ქვეშ, მათი საფარქვეშ ემუშავათ, ან არა და საერთოდ შეეკავებინათ თავი წიგნების გაყიდვისგან და ბევრმა მიიღოს სწორედ ასეთი გადაწყვეტილება. წიგნებით მოვაჭრე მაღაზიებმა სასკოლო წლის დაწყების წინ გამომცემლობებს მათ ქსელში სახელმძღვანელოების შეტანის მიზნით მიმართეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ გამომცემლობებმა წიგნები მხოლოდ 24 საათი პრინტს მიაწოდეს. მივედით იმ დღემდე, როდესაც სასკოლო მზადება იწყება ჩვენ კომპანიაში, როგორც წესი და ტრადიცია არის, მივმართავთ გამომცემლობებს და უკვე ვიწყებთ მომზადებას ამ პერიოდისთვის, ხელშეკრულებების დაადებას, შეკვეთების გაკეთებას და გამომცემლობები გვატყობინებენ, რომ სამწუხაროდ წელს ამ ვითარებაში, რომელიც წლების მანძილზე იყო მხოლოდ წიგნის მაღაზიასა და გამომცემლობას შორის, ჩაერია განათლების სამინისტრო, რომელსაც უნდა მივმართოთ და მათი ნებართვით შეგვიძლია, რომ მივიღოთ სასკოლო წიგნები. წიგნის მაღაზიათა ქსელის ბიბლუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარი წამალაშვილი იხსენებს, რომ გამომცემლობებმა წიგნების გაცემაზე უარი უთხრეს და დეტალების გასარკვევად განათლების სამინისტროში გადაამისამართეს. ბიბლუსმა სასკოლო წიგნების ქსელში შესატანად განათლების სამინისტროს ოფიციალურად მიმართა. სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში ვკითხულობთ. სასკოლო სახელმძღვანელოების რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნებართვის გაცემის ვალდებულებას არ ითვალისწინებს. საკითხები უნდა დარეგულირდეს თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, მხარეთა შორის მოლაპარაკებების საფუძველზე. ვერ მივედით პასუხამდე, ალტერნატივა არ ჩანდა. ანუ დავდიოდით გამომცემლობიდან განათლების სამინისტროში, განათლების სამინისტროდან ვბრუნდებოდით მათი ვერჩევით გამომცემლობასთან. არ ჩანდა არანაირი ალტერნატივა. განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების და 24 საათი პრინტის გარიგების შედეგად ამ ჯგუფს სერიოზული მოგება დარჩა. საქმე ისაა, რომ სახელმძღვანელოები გამომცემლობებისგან დისტრიბუტორებთან 15-დან 20%-მდე ფასდათმობით შედიოდა. მაღაზიები კი სახელმძღვანელოებს შესაბამისი მოგების მარჟით ყიდნენ. მას შემდეგ, რაც მაღაზიებს სახელმძღვანელოების გაყიდვა ეკრძალათ და ბაზარზე კონკურენტული გარემო გაქრა, მთელი ეს მოგება 24 საათი პრინტს დარჩა. სწავლის დაწყებიდან პირველი 3 კვირის ოდნავ უფრო მეტის განმავლობაში ბაზარზე სხვა კომპანია არც წვრილი მოვაჭრე, არც მსხვილი სასკოლო წიგნებს არ ყიდდა. ჩვენი ასე ვთქვათ ზერელე, ზედაპირული გაანგარიშებით აი ამ 3 კვირის განმავლობაში 24 საათმა უზარმაზარი მოგება ნახა. 24 საათი პრინტმა სახელმძღვანელოების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება ისე მიიღო, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება საერთოდ არ ქონია. კომპანია მხოლოდ 5 თვის დაფუძნებული იყო, როცა ფულის კეთების ექსკლუზიური უფლება მიიღო. საინტერესოა, რომ კომპანიამ საქმიანობა ისე დაიწყო, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გაკეთება არ დაჭირვებია. 24 საათი პრინტმა გამომცემლობებისგან სახელმძღვანელოებით 15, რიგ შემთხვევაში კი 20%-იანი ფასდათმობით გაიტანა. შემდეგ კომპანიამ ამ წილიდან 5% უშუალოდ სკოლებში რეალიზაციისთვის სხვადასხვა მაღაზიებს შესთავაზა. მთელი წელი ჭირდება მომზადებას იმისას, რომ წიგნებზე რამე შეფერხება არ იყოს. და 5% კიდე არარეალური იყო, ეს ხარჯებს ვერ ისტუმრებდა ვერანაირად. ვთქვით მაღაზიებმა, რომ მაღაზია დაგვეკეტა, მთელი წელი ვიხდიდით იჯარას, ხელფასებს და სკოლაში გაგვეკეთებინა, ეს არ მიგვაჩნდა რეალურად ჩვენ და კიდევაც გამოჩნდა ბოლოს, რომ არარეალური იყო სკოლებში შეტანა წიგნების. მაღაზიებისთვის სკოლებში შეტანის აუცილებელი პირობა იყო, რომ ერთდროულად 4 სკოლის მომსახურების ვალდებულება უნდა აეღოთ. მეწარმეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
საჭიროა ახალი სუბიექტის დარეგისტრირება, ახალი საკასო აპარატი და მუშახელი, ვინც წიგნებს გაკიდდა. ამ ყველაფრის დაფარვა კი 5%-ით შეუძლებელია. წიგნის მაღაზიის მფლობელები ამბობენ, რომ ამ პირობებზე დათანხმება თავად მინისტრმა უბრძანათ. როცა ჩვენ სამინისტროში ვიყავით შეკრებაზე, ეს პროექტი იყო შაშკინის. მან გითხრა, კარგად ხართ მაღაზიებში, კარგი პირობები გაქვს და სკოლებში რომ მოისურვო და უარი უთხარით მაშინ იმ შეკრებაზე, დაგვიმუქრა და კიდევაც შეგვისრულა. და 24 საათს რომ დავაბრალოთ, არ მგონია შემსრულებელი იყო 24 საათი, მე ასე ვფიქრობ. და საიდან მოდიოდა ეგ ალბათ განათლების სამინისტროდან, მე ასე ვფიქრობ. მარტო 24 საათი ვერ შეძლებდა მის გაკეთებას. მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროსა და 24 საათი პრინტის გარიგების შედეგად მათი ბიზნესი სერიოზულად დაზარალდა. ისინი სასკოლო პროცესის დაწყებას მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან. ეს ადამიანები საუბრობენ იმაზეც, რომ 24 საათი პრინტის მესვეურების მხრიდან საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულებით მოსწავლეები და მათი მშობლებიც ზარალდებიან. სკოლებშიც არ იყო ყველგან წიგნები. უბანში აქ ამ ჩვენს უბანში ყველგან არ იყო, იმიტომ რომ მოდიოდნენ, ამბობდნენ, რომ სკოლებში წიგნები, ყველა სკოლაში არ იყო წიგნები. თვითონ ჩივილით ჩვენთან მოდიოდნენ და საყვედურებდნენ, იქ არ არის, ასაც წავიდეთ. მე ვერსად ვერ ვაგზავნიდი, არ ვიცი. არ მქონდა ეს იყო დაზარალდნენ მშობლები. ნებისმიერ სურვილს, ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც თავის შვილი ყავს სკოლაში, შეუძლია შეიძინოს სახელმძღვანელო იმ ფიქსირებულ ფასად, რომელიც იქნება ეგ დაწესებული და არანაირი სპეკულაციური ფასით და არანაირი გადამყიდველებთან მას არ ექნება ურთიერთობა. ამას გადამზიდავები თავზე იღებენ და ჩვენ მხოლოდ ამ პროცესს შევუწყობთ ხელს. როგორც ვხედავთ, სეფერთელაძე ამბობს, რომ განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოებზე სპეკულაციური ფასების დაწესების წინააღმდეგ იბრძვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ 24 საათი პრინტთან მემორანდუმის გაფორმებამ დააზარალა გამომცემლობები, მაღაზიების მეპატრონეები და მოსწავლეები.